გამარჯობათ. ჭირი მორჩა. მოახწია ხალხო. მოვედი როგორც იქნა. ეს კაი. ექვსი დღეც სამი მომავალ კვირას და სამი იმის მომავალ კვირას. დავსო. 6 აკლია 15. მე უნდა დავჭდე ხაში მიცლეთ საათავე. მე როგორ დავიხარე და იცოდე, კარგ გიმრიელად. იქ არის ჭის წყალი. ვბანაობ ხოლმე. ეხლა ანუ არაფერი არ მქონდა წაღებული კრემი საერთოდ. ადრე მე მქონდა ხოლმე და რა მე არა. მივიქრძენი რომ შიშხინებს ხელები. ხო და რომ მოდიოდი, დედას ვეუბნიოდი რომ იგრძნობ მეთქი რომ სახე მომეჭიმა. ცოტა მოიყე ხალო გაუფრთხილდი გაგითავდა. ბაზრობაზე ვიყიდე ეს მე მგონი თუ ეივონი რა რომელიღაცაზე გამოვიწე ვისი არის ეივონი. ცხვირი ვარა თავი მე დამცხოდა არ ვიცი. ნაიმე რა კარგი. გუშინდა დღეს იყო ძალიან საქმე, ესე იგი თევზის მოთხოვნა რა ვიცი რა და დავამუშავეთ. რა ნახევარი ტონა დღეს ნახევარი ტონა გუში. კი, ეგრე. დაახლოებით 4 კაცი. ალბათ ამის აბაზანა რომ მივიღო, მაშინ ჩამიშრება კანი. ყავა მინდა. და უნდა დავწვე. არავინ არ გატოკოდნენ. იმედია საჭმელი რაც გავაკეთე აქვთ. დილას გავაკეთე კარტოფილი შევწვი, მინო მთხოვა იქნებ დილით კარტოფილი მოახერხო და ხარ უნდა კარტოფილის მოხერხებას და პარალელურად სანამ კარტოფილი შეიწვა ვერმიშელის სუპი გაყავა. ეს როგორ მსიამოვნებს ხა ეს ემას რო ვაკეთებ. ისე ვიღაცა მეგე ტანზე მიყოს გამწელოს კაი იქნება. ახლა მეტყინა. ასე აიმე ექვსი არა, პრინციპში 6 რო ვთქვათ, ესე. 1 საათში დავამთავრებ ხოლმე აქ რო ვიქნები საკონდიტოროში და 1:07-ზე წამოვალ ხოლმე. ნუ 8:30-ზე სახში ვიქნები. ოღონდ 3 დღე რა თქმა უნდა იქაც. თამაქვს ისევ სველი. გზა და გზა რომ მოდიოთ მქონდა და მე ძალიან გიგაწეწილი ხوار ვიდგები, მე ესე შევიკან. მე მარშრუტკაში ისევ გავიხსენი. კინაღამ შამპუნი დამავიწვა წამეღო და დღეს წამოვიდოდი რა გამხმარი თმით ალბათ საპნით დაბანილით. ნიკოლამაზად გავიკეთე. ასეთ ვერ მოვიტანე, მაგრამ მეზარება გამოცვა. კიდე კაი გუშინ ჩავრთემ მტვერსას ვიყიდე დავალები ხმართლებს არ გავაკეთე. ივანეს სახში არ არის და სავარაუდოდ ხაზვაზია. არა ხაზვაზე გუშინ იყო. სადღაცას არის, რა ვიცი, რომელიღაცა საგანზე. გუშინ ფეხბურთისთვის არ მიყურებია. რაღაცა შეგრძნება მქონდა რა, რაღაცა თითქოს წინასწარ გძნობდი რომ წააგებდნენ არა, წავაგეთ.
გულდასაწყვეტია, მაგრამ ჩემზე ძალიან ალბათ კი არა მათუნდულად რომ მოეკოთ, ამიტომ მაგ შემთხვევაში, როდესაც აგებენ ხოლმე და აუშენი ესე და აუშენი ბიჭო გაუგორე და რაღაცას რომ ამბობენ ხოლმე, მაგაზე ბრაზდები. იმათზე ძალიან არ ამგონია ვინმეს დომებოდა მოგება. სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზავთ? ალბათ ისე გვექნება ის ერა, როდესაც ვიგებდით. აი მაგალითად შარშან იყო ფეხბურთის აყვავების ერა ჩვენთან. ვაიმე. ხვალინდელი გეგმა არ ვიცი, ხვალინდელი გეგმაზე ხვალ ვილაპარაკოთ. არ ვიცი რას გავაკეთე. ბრამის მამალი აქლემს რო ეძახდი. მომკვდა. ისე ნერვიული გუშინ რომ სამსახურში ვერ ყოფილიყო ვიტირებდი. გუშინ წინ ღამე მე შევაგდე. ანუ კათმები რო შედიან ხოლმე, ჩოულები რო შევედი შიგნით იყო რაღაცა, იმიტომ რომ სხვა რო არ შევამოწმო, მაგას ვამოწმებ, იმიტომ რომ ხო იცით როგორ მეყვარდა იქ მამალი და დილით გუშინ რადგან სვეტი ცხოვრობა იყო და ხო გუშინ იყო. კი. და ახლა სწავლა არ იყო და ისვენებდნენ, ანუ არ გამოუშვი, იმიტომ რომ ამ ფანჯრის ძირში არის საკათმე და ყივის ხოლმე რა. თან ძალიან ისე. და ბავშვებს რო ეძინა და ყველას რო ეძინა, მოდი მეთქი იყოს და რომ გაიღვიძებენ თვითონ გამოუშვებს, ლაშა გამოუშვებს, ვწოდი რომ სახლში იყო, ბავშვები ნინო სახლში იყო. ხო და სადღაც 10-ისკე იყო ეტყობა რომ ლაშამ გამოუშვა ქათმები რაღაცა და მირეკავს სამსახურში რომ შენი ქათამიო, შენი მამალი დავკალიო და მეთქი რაო და გამოუშვიო, ანუ მე ხო შევაგდე და ვიცოდი რომ იყო და კარგად იყო. რომ გამოუშვი, გამოვიდაო, ჭამა კიდეცო. ნახევარ საათში ნინომ თქვა რომ ისა ვერბო კვერცხიო, ან კვერცხ შევიწვაო და შევიდაო საქათმეშიო რომ უნდა კვერცხი გამოეტანაო და როგორც კი ის რკინის კარები, ეზოსავით რაც აქვთ, იქ რომ გაუხსნია კარები, იქვე გდებულა. კვდებოდა რა, ანუ მკვდარი იყო და რაღაცა არა, გადავარდნილი იყო და ხვანცალებდა. დაკლა ლაშამ. სისხლით გამოუვიდა, ჩოულები შევამოწნეო ის თავი, მეთქი რამე მხვა ისაქნან დედოფალა მიცის ხოლმე, კვერნაც არის, რომ მემედედა, ხო და არაფერი, აი სილურჯეც კი არ აქონდა არსად, აი რა არ ვიცი რა მოვიდა. ზოგადად ეგეთი ძალიან ისინი არიან აზიზე ქათმები არიან ეგენი რა. და ის არის გული უსკდებათ მაგათ. მაგრამ რა ვიცი, რა ჟეჟინდა ახლა. ანუ დაკლა და განა არ გამოვიყენებთ რაღაცა, მაგრამ ძიმბიძოდა. მაგის დაკვლის მართლა არ ვაპირებდი. და ტანთან შედარებით ლაშამ თქვა გამხდარი იყო, იმიტომ არ ჭამდა საჭმელს, ბევრ საჭმელს არ ჭამდა, საჭმელს რო სულ ეყარათ საჭმელი, საჭმელს რო დაუყურიდი ხოლმე ისა. კაცობდა, ჯენტლმენობდა და იმ გოგოებს ეძახდა ხოლმე, თვითონ არ ჭამდა. მე აკენკავდა ცოტას და დიეტაზე იყო ფაქტიკად. მოდი ჯიმეწუდა. დრო ძალიან ყოდა ჯემი აკლემი იყო. მაგრამ გაზაფხულზე რომ მას ეწიწილებს ყიდიან ხოლმე და აუცილებლად ავიყვან 1-5 წიწილას მაგას. ხო ის 12 წიწილა ძალიან საყვარელები და ძალიან კარგები არიან და ძალიან კარგად არიან. ეგრე და იცი რაღაცა უნდა მეთქვა კიდე და მოვიწყდა. ო ორშაბათს წავედით გორგიაში. ხო გითხარით რომ ვერ მივედით მეთქი და დაკეტილი იყო მეთქი და რაღაცა. გუშინაც ჩამომაკითხა ლაშამ სამსახური და რომ გამოვედით და წავედით სადღაც 6 წელს და 15 რომ მივედით, რადგან 7-ზე იკეტებოდა მოვასწარეთ. ნუ შპარიელი უნდა აგვიჩი, იმიტომ რომ ნახეთ რომ შპარიელამდე ვართ კი არა და მისულები. და მივედით. და ვნახეთ რომ იქანო აი გახსნილი ყუთი რო იყოს გადაჭრილი, ჩოულები კარტონის ყუთი და დაახლოებით 20 ცალამდე ესეთი რულონები რო ელაგოს შიგნით რა, ეს მოჭრილია თავები და ეს რულონები ალაგია. და აქეთ კიდე ის ნიმუშება თუ ხო იცით ეს დახოვლდა ოდნავ ჩამოწეულები ბევრი.
ну რაღაცა კაი ვიარეთ ავარჩიოთ ხა 1 საათი გვაქვს ასარჩევად და ხა როგორ ვერ ავარჩიოთ კაი რა ერთი ისტრი აი ესე გვინდა აქ რომ უქე და აქ ღია მას გავსათ მინდო და რაღაცა სხვა ფერებში ну ავარჩიეთ ერთი ის და დაუძახეთ რა იქ კონსულტაცია თუ რა ვიცარია რაღაცა და აი ეს გვინდა ამდენი უიო არ ვიციო იქ აგე იქ უყუთებშიო მე რო გითხრათ ერთ ყუთში დაახლოებით 20-მდე ელაგა და დაახლოებით რვა შემთხვევაში 1.50 ყუთი იყო 50-ში რო კიდე 20 ელაგი იყო აი იქ უნდა მიხვიდეთო იქ უნდა არჩიოთო იქ უნდა მოძებნოთო ანუ შეიძლება ერთი პირველ ყუთში იყოს და ერთი 50 ყუთში იყოს შეიძლება არ იყოს და ამ სიტყვაზე თუ გინდა რულონი შეიძლება 2 იყოს ანუ გამოდის ისე ის 1 საათი ისედაც არ გვეყოფოდა მოძებნაში და მე გამებრაზა მე ვამბობ კახეთის გზატკეცილზე როგორ გია იქ გორგია ხო გორგია 2000 კონსულტანტი ყავ 2000 ხო შეიძლება 2 კაცს დაავალო 3 კაცს მარტო მე მეყოფოდა სადღაც 2 საათი რომ ეს ყველაფერი დამეხარისხებინა და დამელაგებინა ანუ ფასდაკლებაო რა და კაი ხო ფასდაკლება მესმის ხო ფასდაკლება ბევრგან არის ფასდაკლება მაგრამ ძალიან მაგარი მომსახურება და რავი მიხვალ არჩე კომფორტულად რაღაც ფასდაკლება ვარკეთილშიც არის ძალიან კარგად ნახავ უბრალოდ იქამდე ვერ გავდივარ და როცა მე მცალია იმას არ ცალია როცა შეცალია მე ვმუშაობ განებრაზა რა ანუ რა არის ფასდაკლება მაგრამ ანუ მოძებნო განავთაკილობ მოძებნას მაგრამ იცით რამდენია ხალხო გავბრაზდი დააყენე 2 კაცი 3 4 კაცი ერთი დღე მარტო მაგაზე და დაალაგონ უფრო ხო მეტი მომხმარებელი გეყურებათ იმ ფასდაკლებით ფულს ამოიღებთ წამოვედით არაფერი არ გვეყიდით მოვახერხებთ მეთქი რამენაირად მოვახერხებთ და ისე ჯობია ბაზრობაზე მიხვიდე, აიღო მოგეწონოს, უფრო მეტი არჩევანია, მოგეწონოს, გეტყვენ გვაქვს, არა გვაქვს სხვა ერთში. გადაიხადე ის 2-3 ლარით მეტი, ჯობია და ნორმალურად მე რო დაწყნარებული რა 5 საათი არ მოყოფოდა მარტო რომ ერთი რულონი ხომ მომეწონა, ავიღე ის რულონი და ხოლმე მიხვიდე. ეს ხელში მოგეჭირს და ამოწიო, ეს არ არის. ანუ არც ჩანს რომ ამოწიო. ხო და წამოვედით ხალხო. ასე რომ შპარილი არ გვიყიდია. ალბათ ერთ დღისით მოვიგიჟიანებს თავს და წავალ შპარილსაც ვიყიდით და ალბათ დაბლა რა იგება ლამინატი მაგას. შპარილს უცებ ჩამოვაკავთ, მე რევანიჩკა მოგვეხმარება ლამინატს დააგებენ და წავიდეთ. ის ვიყიდოთ რა ქვია. საძინებლის ფული თვის ბოლოს მქონდა უკვე, მაგრამ დაბადების დღე 1, დაბადების დღე 2, დაბადების დღე 3, ექსკურსია, პლუს წვრილმან, პლუს სკოლა. არა, არ დამეხარჯია სრულად, მაგრამ სრულად რომ მქონდა აღარა მაქვს. ხო და ეხლა რო ხელფასს მიღებ, მიქნე. და კაი გოგო არა, როდესაც რამდენიმე თვის წინ კინაღამ განვადება გავაკეთე და მოვიტანე სახში ეგენი და კიდე კაი არ წამოვიღე და დაუჯერე ლაშას. ლაშა მითხრა რომ ეხა აწყობას მე გაატანასო, გამოტანასო, გადადგმას გადმოდგას ჯობიაო მერეო ის მომეწონა და იმიტომ დაიდო. ჯობიაო მერეო როცა დავამთავრებ ოთახსო მე რა მაგის მეტი რა არისო და იმანაც მითხრა კაი კაცო კვირაშიო იმდენი პარტია შემოდის და მიდის არჩევთო რა მე კიდე. ხო და ესე დავიღალე ხალხო არ მშია მაგრამ ყავა მინდა დღეს ერთი ყავა მაქვს დალეული სამსახურში აი ესე ყოველ იმაზე მეკითხებიან ხოლმე მართლავიდი ხარ მომენატრება მათთან დილა ხოლმე ყველაზე კაი სანამ დავაბინავებთ ხოლმე იმ ყველაფერს აი ეს მიშრება ცუდად ხოლმე და ესე მინდა გადმო და თან ვიცი ვართ მე გავუშვებთ პირველ შეკვეთას და მე ყავას ვსვავთ ხოლმე და რავი ერთობით ხოლმე ეგ მომენატრება ყველაზე ძალიან ხო
სხვა ისეთი არაფერი გუშინაც მინდოდა ვითომ ვიდეოს ჩაწერა, მაგრამ ხო გეუბნით იქიდან უკვე ისეთი გვიან მოვედით იქ გურგია და გამობუნძღულებულები და იმედგაცრუებულები, რომ მარტო გადავხედე წინა დღეს ხო ის იყო შაბათს ვერ მოვახერხე და კვირას ბავშვები რო იყვნენ ხალიჩა ცოტა შელახულ მდგომარეობაში იყო და მეთქი აბა მტვერს რომ გამოდი და კიდე კაი გავაკეთე, იმიტომ რომ ეხა მაგრად მიზარება. ეხა მარტო ჩავალ და ყავას დავლა. წიწილებს მივხედე, წყალი დაუსხი ყველაფერი. კატებსაც ვაჭმევ ახლა და დღევანდელი დღე დავამთავრე. ეს კვირა მართლა ისე გამომივიდა, რომ YouTube-ზე რო ვიტყვიან ცოტა ის მაქვს რა შვებულება, მაგრამ სხვა გზა ანუ ვერ ვქენი ვერაფერი. ეხაც აი უბრალოდ დავჯექი და გამოცვლის მაგივრად ვიდეოს ვწერ და მე გამოვიცვლი. საერცხში ვყდი და ნეტა აი განახათ რამდენი დასაუთოებელი. იმ დასაუთოებელსაც ვერ უდებ გულს, რომ ვერ ვალაგებ კარგად. აქ მაქვს, იქ მაქვს, იქ მაქვს. მოგეუბნეთ აი უკვე რომ ვიცი რომ ამ თვის ბოლოს მოვდივარ მანდიდან დაბლა ბავშვები არიან ბარბარის დაგსა და ქალო და რომ მოვდივარ მანდიდან რაღაცნაირად თითქოს ხო მენანებიან და რაღაცა სუმაგად ვლაპარაკობთ ხოლმე, მაგრამ ისა თან რო ელოდები იმ ამოწურვას, რომ უკვე მეორე სხვა ეტაპზე გადადიხარ და რაღაცა ეგ მომენტი მაქვს და მე შიგნითა გამოუშვთო ხანი. აი? ვიღებ თუ რეჯუბია იწასა. აი ნახე თორე კარგი. რეჯუბია წავედი ხა ჭუჭელ და საერცხია. კი. ამას არ ეცალა. ბარბარეს სადაქალო. შენ ვერამდენად მოგიხანურებს ხოლმე, იმიტომ რომ ზეთიანებს ტოვებ და მე ვიხედ. მიდი ბიჭები საწოლი სოქენი მია ისქენი. ოპა დაბუდი წავიდა, თორე არ არსებობს ხოლმე ივანემ, რომ თავის საწოლი არის საქმეს და ლაშასიც არ მიაყოლოს ხოლმე. პიჟამები ჩავიცვი პირდაპირ. ეს არ არის პიჟამა, სპორტულია. ეს სპორტული ხო გითხარით ძალიან მიყვარს მე. ვიდრე ახლა უნდა შევყარო სარეცხი, პირველ რიგში უნდა შევყარო ჩემი სამსახურისები ახლა რაც მეცვა, იმიტომ რომ წინა კვირის არ დამემართოს. წინა კვირას აი ყველაფრის გადამკიდე იუბილეებისა თუ იმისა, ეს იცი რატო ვისმევ, რომ ჩამიშრა ხელები. მაგის გადამკიდე დამავიწყო და კვირას საღამოს ორშაბათს რომ უნდა წამოღო, კვირას საღამოს გავარეცხინე და დავფინე კაი ნიავი იყო, რაღაცა მეთქი გაშრება, ღამე რაღაცა და გამეგვიდა დილით და გარეთ გაკიდული სარეცხს წვიმა. აწვიმს. კიდე კაი სხვებიც მქონდა იქ წაღებული და ისინი ჩავიცი ორი რაღაცა გავაშრე, მაგრამ ძირითადი სველი იყო. ახლა და დღეს წავიღე ისინი რაც სველები იყო აქ და იმიტომ რომ იქ დამისველა წყალი მომესხა და აქ გამშრალები წავიღე უკვე იქ და დღეს წამოვიღე, რა ვიცი, ძლივ ჩავტიე ჩანთარი, გაზეკილი რომ გავრეცხო. მე მაგშარულებს მეგის მივცემ და იხმარს იქ სამსახურში. ზედები კი ისინია ფულეებია, ერთი როლინგივით არის, იმას ვერ ხმარობ ხოლმე და დედა თუ ჩაიცმევს, მივცემ რომ თბილად იყოს. შავი და წითელი და ეგეც გავრეცხო და ისე მივცემ რომ თანჯიბები აქვს ფულესია და იქ გამოადგება. დღეს ამ ჭხილების ნერვები არ მაქვს. ხვალე სკოლაში რო გავისტუმრებ, ყავაზე დავჭდები მე და წყნარად გავიკეთებ როგორ არის, ანუ ხო რა ის. საღორეს მიგებ ჭხილი. აი მდგომარეობაში არის რამდენად მიტეხილი.
ნინო მოდი გაგიკეთო ბარემ რომ უნდა ჩავიდე რა შევყარო სარეცხი ყავას დავლევ და სავარაუდოდ ორჯერ მეერწევ ჯერ ხო და სარეცხს შევყრი და ჯიქი აი მე არა მაქვს ფეხსი არა ფეხი მტკივა გაჩერებაზე რომ ვიდექი მეგონა გამომოვარდებო და და მეუბნეოდა რომ იქაც ხომ მოგიწევს დგომა იმ სამსახურშიო და რაღაცა მაგრამ იქ როგორც ახლა აქ ვზივარ აქ ვდგავარ სულ დგავართ აი მარტო ჭამის დროს და ყავის დროს დავჯდებით ალბათ რო გადაავა მთლიანობაში 15 წუთი დანარჩენი მომენტი ხან ერთ ფეხზე ხან მეორეზე ხან ერთზე ხან მეორეზე და რომ უშავებ მე არაფერი და რომ ჩერდები მე ტკივდება ხო და იქაც კი ვიდგები მაგრამ იქ იჯდები კიდეც ანუ ისეთ საქმე თან დაჯდები იმიტომ რომ აი ხა ხო მოვედი დღეს სახში და მიუხედავად იმისა რომ ხვალე ყველაფერი უნდა გავაკეთო ზე ყველაფერი მასე ყველაფერი ანუ თარო ჯდე არ მაწუხებს მე მომავალ ორშაბათამდე ხოლმე სანამ იქ მივალ და მე ისე ფეხზე რო დგები ეტყობა მეძალება თუ რა ვიღაცა ქვია ერთი არ უმაგრებს ხალხმა იმ ხელ იმ სიგრძეთ მაგ ვიცოდი იმასი არის ის წეღანო მოიცა გამაკეთები ნახო და რა მისწონებლან და всё აბა მოვხედე თავადი ეს არ დაკარგვეს რეზი ეგრეც ეგრე YouTube-ზე დღეს საერთოდ არ შემიხედია YouTube-ზე და ნახოთ რა ხდება ნინო შენ იმაზე მოვიდა კიდე დაბადების დღის მოლოცვები ნიკოს უბლის არა მაგნებაში არა გაქვს თუ დაგავიწყდა არა მაგ წინაზე რაღაცნაირად მახსოვს რომ ეს რა ქვია ვისაც დანაშენი დავალებები არ ქონდა ეს დავალებები ენა შეასრულოს გახსოვთ იმაზე რომ იყო ლაპარაკი ანუ ხალათიო რატო ხალათიო იქ შარვალიო აჯლაჯული ამომწევად აჯლაჯულიო ხო იცით ეგა და რო ვთხარი რომ ანუ იყიდეო ისაო რომ მითხა ნინო ცოტანელა ხალათიო ახალიო რა რაღაცები ხო გახსოვთ ეგ ვიდეო კარგად რო ვიხალისეთ ხო და ეხლა მაგ ვიდეოზე რო ვთხარი რომ იცი მეთქი ეგ ვიდეოც მეთქი მადლობა მეთქი მაგ კომენტარებში იმიტომ რომ ეგ ვიდეო $10 მოგიტანს თქო და იცი სად არის გაჯლაჯული აი ეხლა უნდა ვნახო აი ამ ვიდეოზე გეუბნებით ეხლა უნდა ვნახო რამდენი $1 მოიტანა მაგ აჯლაჯულმა ვიდეო შემოსავალი გავარტყი $10 და 48 ცენტი ანუ სადღაც 25 ლარი გამოიმუშავა ამ ამომწევად აჯლაჯულმა ვიდეო აი ეს დამიწერეთ ხოლმე ხშირად მეც გავერთობით თქვენც გაერთობით და თან დაგბლოკავთ და თან ფულს ვიშოვე წავედი ხარ წავედი კარგად იყავით მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით ყვად დილას მოვალ პაკა